მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ხო, მძიმე საყურებელი ეს ყველაფერი გულწრფელად რო გითხრათ, ზოგადად ადამიანის წუხილი ან მისი ბოდიში ან სინანული კი არ არის გასაკვირი ან დასაკნინებელი. პირიქით, როცა ადამიანი გულწრფელად თავის შეცდომებს დაინახავს და ამას აღიარებს, შეიძლება მოუწოდო კიდეც. ეხლა ისეთი არანორმალური ხოტბა არ შეასხა, როდესაც ვისმენთ, რომ ეს თურმე ხა ვაჟკაცობის და პატრიოტიზმის და რაღაცა საოცარი განზომილების სტანდარტი ყოფილა ეს ბიჭი რომ გამოვა მერე და პოლიტიკური დავალებით ბოდიშებს იხდის. ეს კიდე მეორე უკიდურესობა ჭირთ ამათ ეხა დღეს რასაც ვისმენ, მაგრამ ზოგადად სინანულის და ბოდიშის მოხდა არის ყოველთვის კარგი საქციელი, მაგრამ თუ ეს არის გულწრფელი. როგორც პირველი შემთხვევა იყო, აი, როდესაც პირველი რეაქცია როდესაც გამოვიდა და გააკეთა კომენტარი, რომელიც იყო გააზრებული, სხვა შორის არ იყო სპონტანური, თუ ახსნები პარტიის ოფისიდან აკეთებდა ამ განცხადებებს და ძალიან კარგად იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა, ობახცეს გულისხმობ, როდესაც თავს დაესხა, გადარჩენილ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა მათ და წარმოუდგენელი ტკივილი მიაყენა. და რეაქცია რომ ნახეს როგორი იყო, არა მხოლოდ მისი ოპონენტები, არამედ თავიანთი მომხრეებიც რო აგინებდნენ, ამის შემდეგ დაავალეს, მას უთხრეს, რომ ის უნდა დამდგარიყო ახლა კამერებთან მედიის წინაშე და აი ეს წინასწარ მომზადებული ტექსტით უნდა ეთქვა, რომ ის ამაზე ძალიან წუხს. ეს არის ამაზე რძენი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ხელოვნურად დაალაგებული, ვისი დავალება, ქალბატონო ეკა? კომენტარი რასაც ვისმენთ, პარტიული აი გზავნილი მესიჯი დაუწერეს, იმიტომ რომ ამ გზავნილებით ჩვენ ხო იოლად ხვდებით, ახლა ვინც ვიცნობთ ამ ანატომიას, როგორ იმართება ეს პროცესი, რომ მე შემდეგ სხვები როგორ ცდილობენ იგივე გადაამღერონ და გაიმეორონ, ასე ხდება ეს დანარჩენი, აი ვიცი, მათი სპიკერები ვინც არიან. ეხლა ჩამწკრივდნენ და პირველ დღეს რომ იგივეს იმეორებდნენ და თავს ესხმოდნენ დათო ჯელაძესაც და სხვებსაც გადაურჩა საშინელ სტიქიას, ეხლა იგივე ადამიანები ამ ხელოვნური ბოდიშის შემდეგ განან და თურმე პატრიოტიზმის და ვაჟკაცობის სიმბოლო ყოფილა ირაკლი კობახეთი და შვიდობაში მათ ასეთი ვაჟკაცი და გამბედავი თუ რა ვიცი მე რაღაცა განუზომელი სტანდარტების ქონი ადამიანი მშვიდობაში ეს მათი შეფასებები ყველაზე მეტად მე მგონი საკუთარ ღირებულებებს ააშკარავს და აკნინებს, მაგრამ უბრალოდ მძიმე საყურებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა მართლა დაინახოს, რომ მას ყავს ხელისუფლებაში ადამიანები, ვისაც ესმის რა არის ამ ტრაგედიის შედეგად ფიზიკური გადარჩენა, აღარ ლაპარაკობ სულიერ ტრავმაზე და იმიტომ იყო მიუღებელი, ამის თქმა მინდა, რომ როგორც პირველ ჯერზე იყო ის მისი შეურაცხყოფები ნათქვამი გააზრებულად, სხვა შორის არ იყო წამოწმენა, აი ეს გუშინდელი მისი განცხადებები იყო თავიდან ბოლომდე ყავდა. მე ამას ლაპარაკობ არანიშნის მოგებით, ზუსტად იმიტომ რომ კარგად ვიცნობ მას, აი შუშის თვალებით რო ლაპარაკობს და არანაირი შინაგანი განცდა რო არ აქვს ადამიანის ტკივილის და ყველა რო განსაკუთრებულად ეჯავრებათ, ვინც კრიტიკულად აზროვნებს და ზუსტად იმიტომ რომ კრიტიკულად სვამდნენ ეს ადამიანები კითხვებს, ამიტომ დაესხნენ მათ თავს. ამიტომ არის ეს ყველაფერი ყალბი, მიუღებელი და მე მგონი რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად ხედავს. ძალიან კარგად ხედავს. და ძალიან კარგად გაიგო ყველა ვინ არის და განსაკუთრებით ეს ადამიანი ამ ის სახელის და გვარის ხსენებას კი არ მინდა ამდენჯერ გულწრფელად გითხრა. კი ბატონო. ქალბატონო ეკა, შემდეგი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, აი ზოგადად აი როგორ შეაფასებდით, როგორ დაახასიათებდით ხელისუფლების ქმედებებს იქიდან მე-15 დღეა, ხომ? აი პირველი დღიდან დღემდე როგორც ისინი რეაგირებდნენ, რა ტიპის განცხადებებსაც აკეთებდნენ? აი რა შეგიძლიათ გითხრათ? ეხლა უკვე ამ დროში, როდესაც ორი კვირა გავიდა იმ ძალიან რთული დღეებიდან, უნდა იყოს შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი, უნდა მუშაობდეს კომისია, რომელიც სწავლობს ასეთ მოვლენებს და სვამს ყველაზე კრიტიკულ და სპეციფიურ პროფესიულ კითხვებს, გამოძიებას პირველადი ვამბობ და არა საბოლოო მასალები უკვე გამოძიების შედეგები უნდა გქონდეს
საზოგადოებისთვის მიწოდებული და და მიმდინარეობდეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მოწმეების დაკითხვა, დაზარალებულების დაკითხვა. მე ვამბობ წმინდა იურიდიულ პროცესს, რომელიც უნდა ახლდეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც ესეთი რამ ხდება. როგორ მოქმედებდა სპეციალური ჯგუფები, რომელიც უნდა მოქმედებდეს ასეთი სტიქიის დროს, იყო თუ არა გამოყენებული ყველა საშუალება, იყო თუ არა საკმარისი პრევენციული სისტემა აწყობილი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა კოორდინაცია ალბათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, იმიტომ რომ ჯარის გამოყვანა სჭირდება პრეზიდენტის, მათ შორის პრემიერის და პრეზიდენტის უშუალო კონსტიტუციური მონაწილეობა, იყო თუ არა ეს კოორდინაცია მათ შორის და ასე შემდეგ. ბევრი კითხვა, რომელიც ეხება სამართლებრივ ნაწილს და ბევრი კითხვა, რომელიც ეხება პროფესიულ ნაწილს, იმიტომ რომ მომავალში იმისთვის რომ დააზღვიო ასეთი უბედური შემთხვევებისგან არ ყავდეს ამდენი დაზარალებული, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სახელი დაარქვა რა მოხდა, გამოიძიო და რა თავს დაესხა და გადარჩენილი ამ ადამიანები ამუნათქვა, არა, ერთი რიგიდან გამოიწვია. ჩვენ რას ხედავთ ორი კვირის შემდეგ ჯერ აი ეს თავდასხმას, მერე პოლიტიკურ ბოდიშს და არაფერი კონკრეტული ქმედებები ყოველ შემთხვევაში არ არის და მე იმედი მაქვს დაზარალებულებს მაინც მიხედავს მთავრობა, იმიტომ რომ ხალხს უნდა პირველ რიგში შველა, მათ ჭირდებათ მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები და დახმარება და ამ ადამიანებს პირველ რიგში ბიუჯეტი უნდა დაეხმაროს, ეს არის ხალხის რესურსი და ეს არ არის არავის პირადი ნება და არავის კეთილი ნება. აი ეს არის ის რაც აი მოკლე პერიოდში გასაკეთებელია და მე იმედი მაქვს რომ პარლამენტი მაინც მოიკრებს ძალებს ეს თქვი კიდევაც ცოტა ხნის წინ და ჩართავს იმ მექანიზმებს იქ არის რამდენიმე არა მარტო და მე კითხა როგორ უყურებთ საპარლამენტო ბერკეტების როლს მთელს ამ პროცესში, იგივე თუნდაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ხომ, რომელზეც უკვე საუბრობს ოპოზიციის ნაწილი. მე მოვისმენე ამაზე კომენტარები, ნაწილი ეთანხმება, ნაწილი არა, მაგრამ მე მგონი რომ არასწორია პოზიცია, ვინც ამბობს რომ ნდობა რადგან არ აქვს ასეთი კომისიის, აზრი არ აქვს. არა, შეიძლება არ ენდობოდე, მაგრამ ინსტრუმენტი საპარლამენტო კონტროლის როგორც ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომ ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ეს კომისია შექმნილი. თუ ეს კომისია არ არის, სხვა ფორმატი, მაგალითად არის დროებითი სამუშაო ჯგუფი, არის თემატური მოკვლევები. შეიძლება ამ მექანიზმების დაბარება და ასე შემდეგ. ის რომ არ ვენდობდი და არ გავაკეთებ, ამ შემთხვევაში ეს ფორმულა არ არის სწორი. შენ რო პარლამენტში ხარ და თუ ხარ პარლამენტის წევრი, უნდა გამოიყენოს მექანიზმი და ეს მექანიზმი უნდა ჩართო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა აჩვენოს, რომ ის თავის რაღაცა მინიმალურ მოვალეობას მაინც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მე მესმის, რომ ინსტიტუციურად ის დასუსტებულია, დაკრინებულია, უშინაარსოდ არის დარჩენილი, მაგრამ ფორმალურად ვინც არის პარლამენტში პოზიციიდან, მათ არ აქვს უფლება უარი თქვან ამ მექანიზმების გამოყენებას. ის არ იქნება სწორი ინსტიტუციურად. ამიტომ იქ მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მთავრობამ და მმართველმა პარტიამ, რომ ხალხის ხმა, რომელიც მათ არ ესმით, მაგრამ ეს კითხვები ისმება, რასაც თქვენ სვამთ, მათ შორის ჟურნალისტები ამ კითხვებს. ამ კითხვებს უნდა ახმოვანებდეს და პასუხებს ითხოვდეს იქ ოპოზიცია. ეს არის მთავარი ფუნქცია პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს და ხო თუ არაფერს აზრი არ აქვს და არაფერს შექმნას აზრი არ აქვს, მაშინ პარლამენტში ყოფნასაც აზრი არ აქვს ამ ლოგიკით. გასაგებია. კი ბატონო. ქალბატონო ეკა, შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ, აი რა ტიპის ხარვეზები დაგვანახა აი ამ სტიქიამ, ხომ, აი ამ ტრაგედიამ რეალურად, აი რა გამოავლინა ხარვეზებს გულისხმობ ხელისუფლების, ანუ სახელმწიფოს კუთხით. პირველ რიგში რაც ჩანდა, თქვენ კარგად გახსოვთ და ვაკვირდებოდით, პირველი 24 საათი, როდესაც იყო ყველაზე შოკური მდგომარეობა, ჩანდა თუ არა სასოწარკვეთილებაში და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ხელისუფლება როგორც მაშველი, როგორც დამხმარე, როგორც უსაფრთხოების გარანტი არ ჩანდა. ეს იყო ყველაზე მძიმე, იმიტომ რომ მათი გამოსვლა კონტაქტზე საზოგადოებასთან გამოჩნდა გვიან. მე შეგრებულად არ დავსვამდი წერტილებს და არ
გავაკეთებდი დასკვნებს, სად იყო საბოლოოდ შეცდომები, იმიტომ რომ ერთ-ერთი მგონია რომ პროფესიულად ეს სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ გამოძიების შედეგად, მაგრამ რაც ჩანდა ჩემთვის როგორც იურისტისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და სისტემურად რო უყურები, დავინახე პირველ რიგში რომ გაქრა კვალი, აი წაიშალა კონტაქტი იმ ხალხს, რომელიც შოლას ითხოვდა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ხელისუფლებაში ვისაც პასუხისმგებლობა აქვს. არასწორი ინფორმაციის თუ არასწორი კომუნიკაციის თუ არასაკმარისი ურთიერთობის და საჭირო რესურსების არარსებობის პირობებში გამოჩნდა ის, რომ ჩვენ პრევენციულად მზად არ ვართ ასეთი საფრთხეების დროს. და ნებისმიერი ქვეყანა, მე ხა ბევრი ქვეყნის მაგალითს შემიძლია მოგიყვანოთ, რომელსაც ვეცნობოდი 8 წლის განმავლობაში საპარლამენტო მუშაობის დროს, ყველაფერი არის აწყობილი პრევენციაზე. წინასწარ ზომავენ საფრთხეებს. აი ეს არის განსხვავება, რაც გამოაჩინა ამ პრობლემას, რომ ჩვენ არ აგვაქვს პრევენციული სისტემები და მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ კომენტარს უსმენდი, რომ იქ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი პროფესიონალი ყავს, დავით გეოლოგი თუ დარგის ადამიანი, ვინც ეს სფერო იცის, იქ ადგილზე ასეთი ადამიანები არ ყავთ. რატომ? იმიტომ რომ სავსეა მუნიციპალიტეტები დღეს ახლობლებით, ნათესავებით, მეგობრებით, იმ ხალხით, ვინც არაფერს არ აკეთებს, არა გაფორმებულია. ამ დროს ჩვენ ყავს სპეციალისტები, რომლებიც ხედავთ ძალიან გამოცდილი ადამიანები. აი ეს აჩვენა ამ პრობლემამ გარდა იმისა, რომ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა ხელისუფლება და იქ იმაზე რა ქვია, საჩვენებლად თავიანთ მოდურ იმაზე ბოტასებზე ამოცმული დამცავი ბაგეებით თუ რაღაცა დამცავ ბახილებით დადიოდნენ ხოლმე, ის იყო უდიდესი სირცხვილი, რაც ვნახე იმ მომენტში მაგის თავი რო გექნება, რომ იმაზე იფიქრო, რომ არ დაგესვაროს შენი თეთრი ბოტას, როცა ადამიანები იქ იხრჩობოდა. და აი ამის ნაცვლად ჩვენ გვენახა, გვეჩვენებინა ყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა, გამოჩნდა ძალიან დიდი ნაპრალი. აი ჭაობი გამოჩნდა პირდაპირ მნიშვნელობით, რაც არის მთავრობასა და ხალხს შორის. ამ ყველაფერმა უნდა გადაინაცვლოს ამ პროცესმა გამოძიების თვალსაზრისით საპარლამენტო ორგანოში. რატო? იმიტომ რომ პარლამენტი არის ორგანო, რომელიც აკონტროლებს ყველა ანგარიშვალდებულ ორგანოს, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, სადაც ასეთი პროცესების მუდმივი დაკვირვება უნდა ხდებოდეს და სისტემური ანალიზი საფრთხებზე არ ხდება, პასუხი ვიღაცამ ამაზე უნდა ააგოს. ბოლო-ბოლო თუ არავის დასჯა არ გინდა, მომავალში მაინც რომ დააზღვიო შენი მოქალაქეები, მომავალში მაინც ეს სისტემა ასაწყობია, პრევენციული სისტემა ასაწყობია. უამრავი კარგი მაგალითია ევროპულ ქვეყნებში და შეიძლება მაგალითების მარტივად გადმოტანად, რაში იხარჯება ბიუჯეტი, იმაში არ იხარჯება, რაშიც უნდა იხარჯებოდეს, თორსა შეიძლება შენი ქვეყნის მეგობრების, აი უფასოდ გვაძლევენ ამ გრანტებს, ჩუქნიან, რომ ქვეყანას ესეთი უსაფრთხოების სისტემები ქონდეს, რომლითაც ებრძვიან შემდეგ სტიქიას და სტიქიის მოვლენებს და შედეგებს. ასე რომ გვაჩვენა ბევრი სისტემური ხარვეზი, ანა და ამ პრობლემებს უნდა დანახვა, გაანალიზება, პასუხისმგებლობის აღება და რეალობაში რომ შევაფასო მთელი დისკუსია. მივალთ იქამდე, რომ მეც ისე როგორც ბევრი ადამიანს არ მაქვს იმის იმედი, რომ ესენი რაიმეს გაიაზრებენ, ბოდიშის მოხდაც კი, როცა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და პოლიტიკური ნიშნით ხდება სინანულის გამოხატვა, არაფერი არ შველის ამ მათ გამოცვლის და სახში გაშვების გაკეთება. ეს არის ჩემი ბოლო რეზიუმე.